საგარეო თუ საშინაო ფაქტორები. ეროვნული ვალუტის კურსი დღეს ამერიკულ დოლართან მიმართებით უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც მცირედით გაუფასურდა. ლარის ყევა ჯერჯერობით გრძელდება. ეკონომიკის მიმართულების სპეციალისტები იმ მიზეზებზე საუბრობენ, ამას ამჯერად გაცვლითი კურსის ვარდნა განაპირობა, მათ შორის ძირითადად შიდა ფაქტორები სახელდება. თუ რომელი, ამის შესახებ ლელა კურდღელაშვილის რეპორტაჟში გაიგებთ. დოლართან მიმართებაში 2.13 თეთრამდე გამყარებულმა ლარმა მორიგი ვარდნა ივნისის შუა რიცხვებიდან დაიწყო და უკვე 20 პუნქტით გაუფასურდა. ეს არის ერთჯერადი გავლენები, რომელიც მოხდა ბრიტანეთის გასვლიდან გამომდინარე ევროკავშირიდან, რამაც გამოიწვია ევროს შესუსტება და დოლარის გამყარება და თავისთავად ეს აისახა ჩვენ ვალუტაზე. ბრექსიტის შოკის შემდეგ ფუნტი თანდათან იმაგრებს პოზიციებს. ლარი კი ისევ სერიოზულად მერყეობს, რაც მოსახლეობასა და ბიზნესში გაურკვევლობას იწვევს. ჯერ იყო ყველაფერი გაძვირდა, მერე ცოტა დაიწია, ისევ გაძვირდა. ეხლა კიდევ გაძვირდა, ისევ გაძვირდა. ფასები ემატება ყველაფერს და გაუჭიდა ხალხს. მეტი წელი უმუშავარია ხალხი. ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია ის ხალხი, ვინც უმუშევარი არის, ვინც არაფერს საიდან არანაირი შემოსავალი არ აქვს, პენსიონერებზეც. იმიტომ რომ წამლების ფასი იმატებს. რასაც უყურებ ჩვენ ყოველ დღე თითქმის რაღაც მატება მიდის. ხალხი უკმაყოფილოა, არ მოსწონთ ფასები, მერყეობს, ადის, ჩადის დაბლაზე. ყველანაირად არ არის ლამაზი, ყველაფერი გაძვირდა. ვალუტის კურსის მაღალი მერყეობა ბიზნესის არის ძალიან ცუდი ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ ეროვნული ვალუტის შემთხვევაში, იმიტომ რომ გათვლების კეთება ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება. დღეს შეიძლება ბიზნეს კეთება გააკეთო და დღევანდელი კურსით შენ გაწყვეტს მომგებიანი იყოს. შემდეგ გააჩნია რომ რომელ ბიზნესში ხარ, შეიძლება გამყარება, გაზიანება, შეიძლება გაუფასურება იყოს საზიანო, წახვიდე წაგებაში, ამიტომ არანორმალური სიტუაცია ეკონომიკისთვის, როდესაც ერთი დღის განმავლობაში 4-5 თეთრით შეიძლება მერყეობდეს ლარის კურსი. ლარის ბოლოდროინდელი მკვეთრი რყევა ამჟამად მაკროეკონომიკურ, ანუ გარე ფაქტორებზე უკვე აღარ არის დამოკიდებული. ის შინაურმა ამბებმა განაპირობეს. პირველ რიგში ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა ახალმა პოლიტიკამ და შემდეგ უკვე მომხმარებლის შიშებმა. დოლარიზაციის შემცირების მიზნით, რაც ჩვენში დოლარში გაცემული სესხების დიდ ოდენობაში გამოიხატება, ეროვნულმა ბანკმა ლარის სესხების გაიაფების პოლიტიკა წამოიწყო. ეგრეთ წოდებული სავალდებულო რეზერვი კომერციული ბანკებისათვის დოლარზე 15-დან 20 ცენტამდე გაიზარდა. ლარში კი 10-დან 7 თეთრამდე შემცირდა. სწორედ ამას უკავშირებენ იმ ეფექტს, რასაც ლარის რყევები მოყვა. ბანკებმა გაიაფებული ლარით დოლარის ყიდვა დაიწყეს და ერთბაშად გაისტუმრეს უცხოელი პარტნიორების ვალი. დოლარის დიდი რაოდენობით ამოყიდვა კი მომენტალურად აისახა თავისუფლად მცურავი ეროვნული ვალუტის კურსზე. სხვადასხვა მსხვილმა გადამხდელმა ორგანიზაციებმა ერთბაშად გაისტუმრეს თავიანთი ვალი საზღვარგარეთის პარტნიორებთან მიმართებაში, აგრეთვე ეროვნულმა ბანკმა გაზარდა სავალდებულო რეზერვის ნორმა უცხოურ ვალუტაში 20%-მდე, რომელიც აქამდე 15 შეადგენდა, ამანაც რა თქმა უნდა შეზღუდვა დოლარის მიმოქცევა ეკონომიკაში და მთლიანობაში ამათ განაპირობეს ლარის გაუფასურება, მაგრამ ჩემი აზრით ტრენდი როგორც გამყარების, რომელიც იყო ესე ვთქვათ შენარჩუნებული ბოლო პერიოდში, ის გაგრძელდება და ლარს ყოველ შემთხვევაში დიდი მერყეობები არ უნდა ელოდოს თუ რაიმე საგარეო შოკს არ ექნება ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობაც და ეროვნული ბანკიც იგივეს იმეორებს და მოსახლეობას მოუწოდებს, რომ უარესის მოლოდინის შიშისაგან გათავისუფლდნენ, ძნელია იმპორტზე დამოკიდებული ბიზნესი იმაში დაარწმუნო, რომ ლარის კურსი სტაბილური იქნება და მასზე გარე და შიდა ფაქტორები გავლენებს აღარ იქონიებს. იბადება გარკვეულწილად ვარაუდები, რომელიც თავის მხრივ ბადებს, ესე ვთქვათ, მოლოდინებს, ინფლაციურ მოლოდინებს. ეს ინფლაციური მოლოდინები ჩვენ შეიძლება პირდაპირ ესე ვთქვათ დავაკავშიროთ იმპორტიორებთან, იმიტომ რომ ჩვენთან ეკონომიკა არის იმპორტზე ორიენტირებული. აქედან გამომდინარე იმპორტიორები, რომ ესე იგი დააზღვიონ გარკვეულწილად თავიანთი აი ესეთი სავალუტო რისკები ყოველ შემთხვევისთვის, ესე ვთქვათ, ზრდიან ფასებს, იმიტომ რომ არავინ არ იცის როგორი ცვლილება იქნება კურსის. სპეციალისტების თქმით, მკვეთრი ამპლიტუდით ლარის რყევების აცილება და კურსის სტაბილურობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შესაძლებელი, თუ კი ფასიანი ქაღალდების ბაზარი განვითარდება, რომელიც ჯერ ისევ ჩანასახავ მდგომარეობაშია. ჯერჯერობით კი ლარის სიმყარე ისევ ექსპორტისა და ინვესტორების ზრდაზეა დამოკიდებული. ლარის კურსის ბოლოდროინდელ რყევასა და ეგრეთ წოდებულ ფარულ ინფლაციაზე ეროვნულ ბანკში კომენტარს არ აკეთებენ. მათი თქმით, ამით შესაძლოა არასწორი მოლოდინების გაჩენას შეუწყონ ხელი. თუ
თუმცა ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ჩანს, რომ მიმდინარე პროგნოზის მიხედვით წლიური ინფლაცია შემდგომ კვარტლებში შემცირდება და დროებით მიმდინარე მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა შენარჩუნდება. ეს კი ლარის კურსის გრძელვადიანი გამყარების ტენდენციას შეუწყობს ხელს.